მოგესალმებით ჯურნალისტებო და მეგობრებო. გუშინ მე ვიდეო ვერ ავტორთე, რადგან გუშინ ინტერნეტი ცუდად მუშაობდა. მოვიდა ღამის პირველ საათზე და ავტორთე გუშინდელი ჩაწერილი ვიდეო მოვასწარი ჩაწერა და ავტორთე დღეს დილას. ახლა კი მე თქვენ გთავაზობთ მორიგ ისმაილ პრესის ვიდეოს, რომელსაც ეწოდება ალიანსის კონტრზომები. მიწისქვეშა კომპლექსი ნომრით 51 განადგურებულია თვალის ბაზაზე შეტევის შემდეგ. მას რა ხდება დღეს ზონა 51-ში. და ისმაილ პრესი ამბობს, რომ მე თქვენ მოგიყებითო იმის შესახებ, როდესაც მოხდა, იმის შესახებ, რომ მოხდა თვალის საოპერაციო პუნქტზე თავდასხმა. ეს მე რომ დავწერე პარალელური სამყაროდან ნაცისტები რომ შემოიჭრა ჩვენ სამყაროში, ის ვიდეოა. და ამის შემდეგ რაც მოხდა თვალეზე, გაირკვა რომ იუპიტერის მეთაურობას მოუწია 2 კვირის უკან სასწრაფოდ დაეწყოთ ოპერაცია სახელწოდებით უდაბნოს ხელში ჩაგდება. ეს ოპერაცია წარმოადგენდა მასშტაბურ კონტრზომებს მიწიერი ალიანსისა საპასუხოდ იმისა, თუ ბნელმა ფლოტმა პარალელური სამყაროდან ყოფი მიწიდან ნომრით 2701 გამოიწვია, რომელმაც გამოიწვია დანგრევები. დანგრევა, მსხვერპლი, რაც მოხდა 27 ივლისისთვის. ეს სიტუაცია იგულისხმება დაჯგუფება ბნელი ფლოტისა მომავალი არა, პარალელური სამყაროდან, პარალელური დედამიწიდან ნომრით 2701 შემოიჭრა ჩვენ სივრცეში დროის გადაადგილების ტექნოლოგიით და მე ამის შესახებ მთელი რეპორტაჟი გავაკეთეო. ეს ვიდეოა, მე გადავთარგმნე ეს ვიდეო და იპოვით ჩემ არხზე. და ამ ტერმა გაანადგურა კოსმოსური ძალების 50%-მდე პირადი შემადგენლობა. ალინა ბრიგინეც ამბობს, რომ დაიღუპა სადღაც მიახლოებით 500,000 მეომარი და ეს კოსმოსური ძალები დისლოცირებდნენ თვალის გარშემო. გალაქტიკური ალიანსმა საქციელება გაუკეთა პლანეტარული ოპერაციების ახალ ეტაპს, საბოლოო ნეიტრალიზებას დარჩენილი დაჯგუფებებისა და სრულად განწყობილი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურისა. ყველაფერი აქედან დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა რაც ხდება ნევადაში და დაკავშირებულია იმ ხანძრებთან, რაც ხდება ამერიკაში. და ეს ოპერაცია მიმართულია ზონა
51-ესკენ. ეს არის მიწისქვეშა ქსელი, სადაც galaktikurმა ალიანსმა მისცა დართო ნება მიწიერ ალიანსს, დაიწყო განწმენდა ყველა დარჩენილი დაჯგუფებებისაგან, რომლებიც გადაურჩნენ, ან გაწმენდა რეპტილოიდური ფრაქციებისა, რომლებიც ჯერ კიდევ იმალებიან მიწისქვეშა კომპლექსში მე-40 დონეზე. არ გაგიკვირდეთ, ბევრი დონეებია ქვევით მიწისქვეშ და გახსოვთ ფილმი ბოროტების სავანე, სადაც მთავარ როლს მილა იოვოვიჩი ასრულებს. გახსოვთ? აი ამ ხელა სიღრმისა საერთოდ მიწისქვეშა ნაგებობები. მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრების და სატრანსპორტო დერეფნების გასანადგურებლად იყო გააქტიურებული განვითარებული სისტემები მიმართული ენერგიისა, ლაბორატორიები, ენერგეტიკული დანადგარები და ობიექტები დიდ სიღრმეზე. სტრატეგიული გზები უდაბნო ნევადის ქვეშ მიწისქვეშა გზები იყო ჩაკეტილი, რითაც იხსნება ხანძრები. ხო, მე მოусვენე გუშინ ინტერნეტი არ მუშაობდა და მე რამდენიმე ვიდეო ხოლმე ხანდახან ვიწერე ვიდეოებს, რომლის გადათარგმნა მინდა შესანახად. და კიდევ კარგი ეს ვიდეოები რომ მქონდა ჩაწერილი, 1-2-3 ვიდეოს მოусმინე და ერთ-ერთი ვიდეო იყო ბიჭების შოუ იყო და ლილი ნოვასთან ჰქონდათ ინტერვიუ, აგრეთვე ყვებოდნენ ბევრ ახალ ამბებს, რაც ხდებოდა ამერიკაში და მაგათმა თქვენს რომ ზონა 51-ში არის ხანძარი და ეს ხანძარი არა ბუნებრივი, მედიაში კი წერენ რომ ხანძარი რომაო, მაგრამ თუ რამის ეცითაო ეს ხანძარი, ამის შესახებ მედია არ წერსო. მე იმ ვიდეოს ვერ გადავთარგმნი, რადგან არ მინდა დავაბნიო ჩემი სვენელი. რატომ და იმ ვიდეოში უფრო ყვებიან იმ სიტუაციებზე, თუ რა ხდება. იქ სილვესტრ სტალონიცა ნახსენები, ტრამპი კიცით ახლა ნებისმიერ ფოტო შეგიძლია შეცვალო ფოტოშოპით, ხო? ხო და იქ გვაჩვენეს ტრამპი გადაღებული ტრამპის ფოტო მასთან ვაშინგტონის გვერდით, ტრამპის ფოტო კიდევ ვიღაცის გვერდით, ეს ფოტოები ყველაფერი შექმნა ფოტოშოპის მიხედვით ტრამპმა. სილვესტრ სტალონემაც თქვა რაღაც ისეთი რომ ამით რაღაცის თქმას აპირებენო, პასუხობდნენ შოუს წამყვანები, გუშინ ვიდეოს რომ მოусმინე. და საერთოდ იქ იცით რა, თან რობოტი თარგმნის და ინფორმაცია არის ერთმანეთში მოყრილი და მე უბრალოდ თავის შევიკავე ამ ვიდეოს გადათარგმნისგან, რადგან შეიძლება შემოსვენილო თქვენ რამე ისე ვერ გაიგოთ. არა, მე იმის თქმა არ მინდა რომ თქვენ ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ არ შეგიძლიათ. ხო, არა. თქვენერად არ გამიგოთ. უბრალოდ იქ ისე გადახლართულად ყვებიან ამას ყველაფერს. მაშინ უნდა როგორ გითხრათ? დიალოგის ფორმაში უნდა შექმნა ვიდეო. ეს კი ძალიან დამღლელია და შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ან ბევრმა გული ვერ დაუდოს ამ ვიდეოს მისმენას, იმიტომ რომ თან როდესაც მე ხლა
ტელეფონით იღებ ვიდეოებს, ტელეფონით ვიღებ და თან ჩემი უკვლევების გამო შეიძლება რამე ზოგჯერ არ ისმის ჩემი ხმა, ზოგჯერ არ ისმის სიტყვები, რომელსაც მე წარმოვთქვა. იგივე მიზეზით, ჩემი უკვლევების გამო. ამიტომ თავი შევიკავე. ხო, ისე ძალიან საინტერესო ვიდეოა. გეუბნებით, რომ ეს არის რობოტის მიერ გადათარგმნილი და ვინ სად რას ამბობს თან წვრილად დაბატარებულ ფორმაში არიან ბიჭები და უფრო ანახებენ გადიდებულია ის დოკუმენტები, ფოტოები და ისინი ძალიან ცუდად ჩალარიან და მე ვერც კი ვნახავ თუ რომელი როდი საუბრობს. უფრო ამის გამო შევიკავე თავი, მაგრამ ინფორმაცია ძალიან საინტერესო იყო. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ამ სიტუაციამ, როდესაც მოხდა შემოჭრა და თვალის ახლო სივრცეში და განადგურა თითქმის ნახევარი იუპიტერის მეთაურობის პუნქტი, ამას პროვოცირება გამოიწვია და დაიწყეს საბოლოო დემონტაჟი დედამიწაზე დარჩენილი იატაკქვეშა ინფრასტრუქტურისა, სადაც იმალებოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებები. მოდით გავარკვიოთო კავშირი თვარის სამართავი ბაზის ხელში ჩაგდების ცდელობა და რომელიც მოხდა 27 ივლისს კი არა, 27 ივლისს ხო, სადღაც ასე მიახლოებით 26-27 ივლისი. როდესაც ბნელმა ფლოტმა ყოფილმა ნაცისტების ფლოტმა პარალელური სამყაროდან გაარღვიეს ჩვენი სივრცე. აგრეთვე ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ რაც ხდება ზონა 51-ში. და ისმაილ პრესი ამბობს, რომ ჩემი საბანკო ანგარიში გაყინესო, მე ახლა არ მაქვსო საბანკო ანგარიში, აგრეთვე ბევრი რამე გაუთიშენ და ბოლოსო მე მომიწევსო ახალი ანგარიშის გახსნა და დამჩავ მხოლოდ ფოსტის მისამართი. აი ეს ჩვენ ახლა მე თქვენო აგრეთვე იქ ახლა მე გამოვტოვე ბევრი რამე. მე თქვენო აგრეთვე მოგიყვებითო ანდრომედა M31-ზე და პირველად გავახელო თუ რა არისო ცივილიზაცია მეექვსე ტიპისა მეგა სამყაროს თვალსაზრისით. აგრეთვე მე მეყოლებაო სტუმარი, რომელიც მოყვებაო განვითარებულ ტექნოლოგიებზე, რომელიც შემუშავდაო კერძო სექტორში. ეს არის სპეციალური ანგარიში სადაზვერვო გაერთიანებული სადაზვერვო მმართველობისა galaktikuli ალიანსის. ანუ ეს არის ანგარიში უფრო გასაგებად გეტყვით ახლა ეს არის ანგარიში galaktikuli ალიანსის გაერთიანებული სადაზვერვო მმართველობისა და ეს არის საიდუმლო საჯაშუშო ანგარიში კოდური დასახელებით ოპერაცია უდაბნოს იზოლაცია. შეგახსენებთ, რომ ბაზა 51 განლაგებულია უდაბნოში, ამერიკის ტერიტორიაზე, ნევადაში, სექტორ ნევადაში და დაცულია ახლა, ამჟამად დაცულია.
გალაქტიკური ალიანსის ანგარიშის მიხედვით ხანძრები, რომლებიც გაჩნდა ნევადის სტრატეგიულ მნიშვნელოვან რაიონებში, იმ დერეფნების ჩათვლით, რომლებიც კვეთავენ მდინარე რენას და სექტორს, რომლებიც არის განლაგებული ზონა 51-ის გარშემო და ეს ხანძრები არ იყო ჩვეულებრივი ხანძრები. წინამძღოლში ეს ხანძრები იყო როგორც ნაკვალევი კოორდინირებული ოპერაციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიწიერი ალიანსი, იმ იარაღის გამოყენებით, რომელიც მიმართული იყო ენერგიით, ანუ სპეციალური იარაღია, რომელიც მიმართავს ენერგიას და რომელსაც კარგი ბიჭები იყენებენო დარჩენილი ინფრასტრუქტურის ნარჩენებისაგო, რომლებიც წარმოადგენენო მიწისქვეშა კლიკას და რომელიც ჯერ კიდევ არსებობსო ნევადის ქვეშ. მთავარი მიზანი ამ ოპერაციისაო ზონა 51-ის ქვეშ არსებული მიწისქვეშა ქსელი. მიწისქვეშ იქ არის სადღაც 40 მიწისქვეშა დონეები, ისინი მიდიან სიღრმეში ნევადა რაიონის მიწისქვეშ, მიდიან სიღრმეში. გალაქტიკური ალიანსის მონაცემებით ამ კომპლექსში, რომელიც შეიცავს 40 მიწისქვეშა დონეებს, სამეთაურო ცენტრების ჩათვლით, რომელიც გამოიყენებოდნენ შავი ფლოტით მის ნეიტრალიზაციამდე. აგრეთვე სადაც იყვნენ რეპტილოიდები, აგრეთვე იყო ლაბორატორიები და სატრანსპორტო საშუალებები, დერეფნები, საწყობები, საცხოვრებელი სექტორები და ობიექტები სიღრმეში განლაგებული და დღემდე იყო დაკავებული ეს ობიექტები და ეს ყველაფერი კლიკას წევრებით და მტრულად განწყობილი რეპტილოიდების ფრაქციებით. ეს ოპერაცია იყო სანქციონირებული იმის შემდეგ, რაც მოხდა ჩვენ სივრცეში შემოჭრა პარალელური სამყაროდა. როდესაც გადარჩენილი ფრაქცია ბნელი ფლოტისა იქ პარალელურ სამყაროში შემოიწრა ლოკალურ მიწიერ დროის ხარში სპეციალური საექსპერიმენტალურო გადაადგილების ტექნოლოგიით, დროში გადაადგილების ტექნოლოგიით და გადაურჩნენ იმ პარალელურ სამყაროში დედამიწის ნობრით 2701 ამაღლებას. იცინდედი თვარის სამეთაურო პუნქტში გალაქტიკური ალიანსის მონაცემებით საბუთების მიხედვით ეს შეტაკება მთვარეზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევა უსაფრთხოებისა განმათავისუფლებელი კომპანიის სერვისას ამ ნეგატიური უცხოპლანეტელების სინდიკატის და კაბალას წინააღმდეგ ძალები არ ეს ძალები, ნეგატიური ძალები არ მიახლოებია მთვარეს ჩვეულებრივ კოსმოსური სივრცის მხრიდან. არა, ეს შავი ფლოტი შემოვიდა ამ სამხედრო მოქმედებების ზონაში დროის გადაადგილების დერეფნის მეშვეობით ტექნოლოგიის დახმარებით, რომელმაც მისცა მათ საშუალება დროში გადაედგილებინა ხომალდი ჩვეულებრივი თანმიმდევრობითი ლოკალური სივრცის გარეთ. შემდეგ უნდა დაებრუნებინათ მიცემული კოორდინატები. ამან მისცა საშუალება მტრულ ხომალდს მოულოდნელად მოეხდინა მატერიალიზაცია ამ დაცვათი პარამეტრის ამ თვარის საოპერაციო ბაზის დაცვითი პარამეტრების ფარგლებში
და როგორც იყო ნახსენები კოსმოსური ძალები პრაქტიკულად კოსმოსურ ძალებმა პრაქტიკულად ვერ მოასწრო გაფრთხილების მიღება და მელმა ფლოტმა გაუხსნა ცეცხლი მიწიდან 2701 პარალელურ სამყაროდან მიწიდან 2701 ანუ შემოსვლისთანავე ესენი შემოვიდნენ ცეცხლის გახსნით უცებვე გოზე მოსვლა ვერ მოასწრეს ბიჭებმა დაცვითი ძალებმა იმისთვის რომ გადარჩენილი იყვნენ ისარგებლეს კარიბჭით და დროებით მოახდინეს ტელეპორტაცია კოსმოსურ სივრცეში და ევაკუირება მოახდინეს ალაბამაში. დიახ, ისინი გადაადგილდნენ ალაბამაში, ამერიკა. ხო, ისინი გაიქცნენ ამ გერმანელებს მიწისქვეშა ალაბამას, მიწისქვეშა ობიექტზე. გადარჩენილმა ბნელი ფლოტის ძალებმა და კაბალამ შეეცადნენ კოორდინირება გაეკეთებინათ ფინალურ კონტრ გადმოსვლაზე ერთდროულად რამდენიმე მიწიერ რეალობებში. დროის ხაზის კორექტირების მეშვეობით, რომელიც მოხდა ერთი თვის უკან, სანამ მოხდებოდა ინციდენტი მთვარის საოპერაციო ბაზაზე, ანუ ასევე იუპიტერის სამეთაურო ბაზაზე, დროის მცველებმა გასამაგებული დროის ალიანსთან ერთად შეძლეს პრაქტიკულად გაინადგურებინათ ნეგატიური დროის ხაზები. ამდაგორად ერთ-ერთმა ფრაქციამ შეუტია ჩვეულებრივი დროის ხაზის ფარგლებს გარედან. დარჩენილები დედამიწაზე ემზადებოდნენ სამუშაოს აღსადგენად მიწისქვეშა ნაგებობებში. ამიტომ გალაქტიკურმა ალიანსმა გადაწყვეტა, რომ იზოლაცია არ იყოს საკმარისი და გადარჩენილი ინფრასტრუქტურები დედამიწაზე უნდა გაინადგურებინათ იმის შემდეგ, რაც მოხდა ეს ინციდენტი. რამდენიმე საათის შემდეგ ამ ინციდენტის შემდეგ რომელიც მთვარის პუნქტთან დაძაბულობის შემდეგ, რომელიც მოხდა 29 ივლისს, ორშაბათს, იუპიტერის სამეთაურო წარმომადგენლებმა მიწიერი ალიანსის ხელმძღვანელობით, კოსმოსური ძალებით და აგრეთვე გალაქტიკური ალიანსის უსაფრთხოების საბჭოს დახმარებით მოიწვიეს ექსტრემალური თათვირი, რა დროსაც იქნა გაცემული დირექტივა, რომელიც აძლევდა ნებას მიწიერ ალიანსს მოეხდინა სრულ მასშტაბიანი გაწმენდა ყველა დარჩენილი მიწისქვეშა მტრულად განწყობილი მიწისქვეშა დანადგარებისა და ბრძანება იყო უბრალო არც ერთი გადარჩენილი სამხედრო ინფრასტრუქტურა კაბალასი არ უნდა გადარჩეს, არ უნდა შეინარჩუნოს უნარიანობა, რომ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს ბნელი ფლოტის შემოჭრას რომელიმე ალტერნატიული დედამიწიდან. ობიექტები, რომლებიც ადრე იყო მეთვალყურეობის ქვეშ, ანუ მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, იყვნენ სასწრაფოდ მოახდინეს სასწრაფოდ ტელეკლასიფიკაცია აქტიურ სამხედრო მიზნებში და ამ
ჩამოყალიბებულ სიტუაციაში ზონა 51 გახდა პრიორიტეტული მიზანი. ალიანსის რაზედგა თქვა კი არა ალიანსის რაზედგამ გაათვლა ინფორმაცია რომ თუმცა ბევრი მიწიერი ობიექტები რომლებიც დაკავშირებული არიან კაბალას სტრუქტურასთან უკვე იყვნენ ლიკვიდირებული, მაგრამ ნაწილი მიწისქვეშა შენობებისა ზონა 51-ში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა და ამდაგვარად ყველაზე სიღრმისეულ სექტორებში ძელებურად იმალებოდნენ კაბალას წარმომადგენლები, ტექნიკური სპეციალისტები, საჯაშუშო თანამშრომლები, რეპტილოიდებიც კი, რომლებსაც არ უნდოდა თავის დანებება თავის ოცნებებზე. მათ ეგონათ, რომ მიწისქვეშა დონეები მათ დაიცავდა, მათ მართლა სჯეროდათ, რომ კაბალა და რეპტილოიდები, რომლებიც იქ ჯერ კიდევ რჩებოდნენ, იქნებოდნენ დაცულები galaktikuri ძალებისაგან და ალიანსის მიწიერი ალიანსისაგან. მაგრამ ისინი ცდებოდნენ. იუპიტერის ბრძანების მიხედვით ზონა 51 აღიწერება არა მხოლოდ როგორც აეროდრომი, არამედ როგორც ზედამიწის შესაძლებელი უფრო მსხვილ მიწისქვეშა დანადგარში დონეზე, რომელიც მიდის სიღრმეში რამდენიმე მილით, სადღაც 40 დონე არსებობსო. თავარი ტუნელების გარდა არსებობს აგრეთვე დამატებითი ტუნელები, რომლებიც აერთიანებენ დანადგარებს მოშორებულ მიღწევის წერტილებს უდაბნოში. ისინი თვალს ადევნებდნენ, რომ არავინ არ გაქცეულიყო. ამდაგვარად ზედა დონეზე ისტორიულად ტარდებოდა აეროკოსმოსური ცდები და ჩვეულებრივი სამხედრო პროგრამები, მაგრამ უფრო სიღრმისეულ დონეებზე მუდმივად იქმნებოდა ცალკე აცეკები, სადაც ჩრდილოვანი სახელმწიფო ამუშავებდა განვითარებულ ძრავის სისტემებს და ატარებდა არასანქციონირებად გენეტიკურ ექსპერიმენტებს. ალიანსის ჯაშუშებმა წარმოადგინეს ყველაზე ქვედა დონეები საიდუმლო პროგრამების ქვეშ, რომლებიც იყო დაკავშირებული განვითარებულ ძრავებთან, ეგზოტერიკური ენერგიის კრებებთან, ბიოლოგიურ ექსპერიმენტებთან და არამიწიერ ტექნოლოგიებთან და კავშირის სისტემებთან, რომლებიც იყვნენ შეერთებული ბნელი ფლოტის ყოფილ ქსელთან. იმის მიუხედავად, რომ ბნელი ფლოტი ჩვენ მიწიერ დროის ხაზში იყო ნეიტრალიზებული და განადგურებული 2019 და 2020 წლებში იუპიტერის შეთანხმების მიხედვით ზოგი ამ სიღრმისეული სექციებიდან იყო სპროექტირებული ისე, რომ გაეძლოთ ჩვეულებრივ ბომბარდირებას, მაგრამ რადგან მას აშენებდა კაბალა და უცხო პლანეტელი ბატონები, მაგრამ მათმა არქიტექტორებმა ჩრდილოვანი მთავრობიდან იმედიანად მოიცადეთ, მაგრამ არქიტექტორები ამ ჩრდილოვანი მთავრობიდან იყვნენ იმედიანად, რომ რაკეტები ვერ გაარღვევდნენ მათ დაცვას, რადგან ისინი არიან ასე ღრმად ჩასული მიწაში, რამდენიმე მილით ქვევით სიღრმეში. ისინი ელოდებოდნენ, რომ იქნებოდა გამოყენებული რაღაც იარაღი, რომელიც გახვრიტავდა ბუნკერს და მაგათმა
ეს ბუნკერი ააშენეს ისე, რომ მას გაეძლო ისეთ იარაღზე, ამდაგვარ იარაღზე, მაგრამ ვერ გამოთვალეს, რომ ეს ბუნკერები ვერ გაუძლებდნენ მაღალ სიხშირიან ენერგეტიკულ სისტემებს. ახლა ეს შეიარაღება, ეს მაღალ სიხშირიანი ენერგეტიკული სისტემები არის მისაწვდომია მიწიერ ალიანსში გალაქტიკური ალიანსის დახმარებით. ამიტომ მიწიერ ალიანსს მოუწია გამოიყენებინა განვითარებული მაღალი დონის იარაღი, რომელიც მიმართავდა ენერგიებს იმისიც, რომ გაინადგურებინათ ეს ობიექტები. და ამას უწოდებენ კონტრზომებს. ამდაგვარად ოპერაციის ცდილობისას ჩაგეტილი უდავდო იყო გამოყენებული, მაპატიეთ. ამ ოპერაციის ცდილობისას სახელწოდებით ჩაგეტილი უდავდო იყო გამოყენებული სხვა სტრატეგია, ჩვეულებრივი სტრატეგიის ჩვეულებრივი სტრატეგიისაგან განსხვავებით. ჩვეულებრივი მიწიერი შემოჭრის მაგივრად მიწიერი ალიანსის პლატფორმები მიმართავენ კონცენტრირებულ ენერგეტიკულ ცხივებს წინასწარ განსაზღვრულ გეოლოგიურ და სტრუქტურულ წერტილებში, რომლებითაც გარშემორტყმულია მიწისქვეშა კომპლექსი. მათი მიზანი შედგება არამხოლოდ იმაში, რომ დააციანოს ზედაპირზე განლაგებული ნაგებობები, მაგრამ იმაშიც, რომ გამოიწვიოს კასკადური სტრუქტურული ჩამონგრევა ყველა მიწისქვეშა ქსელებში და ეს იარაღი მოქმედებდა მე-40 დონემდეც კი. ენერგეტიკული შეტევები ან ენერგეტიკული დარტყმები მიმართული იყო ვენტილაციურ სისტემებზე, ენერგიის გადაცემის კვანძებზე, ტუნელების გადაკვეთაზე, ლიფტების შახტებზე, სატრანსპორტო დერეფნებზე და სტრუქტურული წნევის წერტილებზე, რომლებიც აერთიანებდა მიწისქვეშა დონეებს. ამ წერტილების ნეიტრალიზაციის შემდეგ უფრო სიღრმისეული მონაკვეთები მოხდნენ იზოლირებულები. შემდეგ ხდება მეორადი დეტონაცია მიწისქვეშა შენობებში, რომლებიც და წყობიდან გამოდიან ენერგო მომარაგების სისტემები, საცავის სისტემები, აგრეთვე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. საბეჭდილება იქნება, რომ აფეთქებები ხდება პირდაპირ უდაბნოს ქვეშ. საოპერაციო შეფასების თანახმად, იუპიტერის მეთაურობის საოპერაციო შეფასების თანახმად, ეს არის საბუთველი ალიანსის გალაქტიკური განახლებისა, ეს არის სასწრაფო გზავნილი. ამიტომ ჩვენ დღესო კითხვა-პასუხის გამოვტოვებო, შემდეგ ისიც გადავდებთო, მე უნდა წაგიკითხოთო ეს ანგარიში საოპერაციო იუპიტერის მეთაურობის საოპერაციო შეფასების თანახმად დანგრევები თანდათან ვრცელდება სიღრმეში და ეს პროცესი ჯერ არაა დამთავრებული. ამ შეფასების თანახმად დონეები პირველიდან მეათეს შათლით, ანუ ინფრასტრუქტურა მიწის ზედა, რომელიც იყო მისაწვდომი ზედაპირისთვის, მიწის ზედაპირისთვის ნეიტრალიზებულია. დონეები 11-დან მე-20 ჩათლით, უფრო სიღრმისეული დონეები ტრანსლოკაციის ჩათლით, რომლებიც შექმნეს თვით რეპტილოიდებმა, აგრეთვე ლოგისტური დერეფნები სრულიად დანგრეულია. დონეები 20-დან 21-დან 30-ის ჩათლით, სადაც განლაგებული არის
სამეთაურო და ლაბორატორიის სექტორები, სადაც გრძელდებოდა არასანქციონირებული გენეტიკური ექსპერიმენტების ჩატარება, სრულად გამოყვანილია წყობიდან, დონეები 31-დან 40 დონემდე, სადაც განაგებული იყო ზონები მკაცრი იზოლაციისა და დარჩნენ, იყვნენ კიდევ ნარჩენები მტრული სექტორებისა, რომლებიც გათვალისწინებული იყო საბოლოო დახურვისთვის. ამდაგრად დემონტაჟი დონებისა 31-დან 40-მდე გრძელდება ახლაც. მათი მიზანია ამ ინფრასტრუქტურის სრული განადგურება და ამ ოპერაციის დაცულების შემდეგ ზონა 51 მიატოვებს ფუნქციონირებას და ყველას გილოცავთ, იმიტომ რომ ეს ეხება არა მხოლოდ ამერიკას, ეს ეხება მთელ მსოფლიოს. ჩვენი პატარა საქართველოს ჩათვლით. ამიტომ გილოცავთ და უნდა გვიხაროდეს ეს კარგი ამბავი. მიწის ქვეშა დანადგარიც გამოდის ექსპლუატაციიდან, რეპტილოიდებს და კაბალას წევრებს ვერ აქვთ წასასვლელი, ამიტომ რადგან მათი კარიბჭული ტექნოლოგიები იყო ნეიტრალიზებული და ისინი ვერ გამოვლიან იქედან, რადგან მათი ტექნოლოგია, რომელიც უღებდა კარიბჭეებს, არ მუშაობს. ამ ოპერაციიდან გამომდინარე ყველა გაჩნდა ხანძრები, ასე რომ ისინი ტელეპორტაციასაც ვერ მოახერხებენ. ერთ-ერთი გზა უკან დახევისა ეს არის გასაცვლელები უდაბნოში, მაგრამ ამ რეგიონში და მის გარშემო ბობოქროს ხანძარი. თურმე ეს ხანძარიც ალიანსის უიხაედის წევრების ბრალია. გალაქტიკამ მოგცა ჩვენ დრო, იქიდან გამომდინარე, იქიდან გათვალისწინებითო, რაც მოხდაო ივლისში. სადღაც 27-29 ივლისს. ზუსტი თარიღი არ ვიცი. ერთი წელს 27, მეორე 29-ს, ახლა ისმაილმა ბოდიჩი მოიხადა და თქვა რომ ეს მოხდაო 29 ივლისს. ხო, შეიშალა კაცს. მაგრამ ფაქტია რომ ეს მოხდა. უკან დასახები გზები გადაუჭრა მათ ხანძრებმა. ამ ხანძრებმა ყველა გასასვლელი და გამოსასვლელი მიწისქვეშა ტუნელებიდან, ანუ დერეფნებიდან გადაუჭრა მათ. მაგრამ ალიანსის ჯაშუშებმა წინასწარ აღნიშნეს ექსტრემალური ევაკუაციის მრავალი გზები, რომლებიც მოდიან მთავარი მიწისქვეშა დანადგარიდან ზონა 51-ის რაიონში, სადაც ზოგი დერეფნები თავდება რამდენიმე მილით ცენტრალური კომპლექსიდან. სხვა დერეფნები მიდიან დამასკირებულ გამოსასვლელებთან, რომლებიც მოშორებული არიან სატრანსპორტო კვანძებიდან, რომლებიც განლაგებული არიან მოშორებიდან სატრანსპორტო კვანძებისაგან, გამშრალი ტბით და მთის გასასვლელით, აგრეთვე იზოლირებული ინფრასტრუქტურის ობიექტით უდაბნოში, ყველა ეს გზები თავიდან იყო პროექტირებული ისე, რომ კაბალას პერსონალს შეეძლო ცენტრალური დანადგარის მიტოვება, თუ მთავარი გზები იქნებოდა ჩაგდებული ხელში. ამიტომ მიწერმა ალიანსმა შეიმუშავა ის, რომ რასაც მეთაურები უტოდებენ შეკავების პარამეტრს. ამისთვის მაგათმა გამოიყენეს მიმართული ენერგეტიკული დარტყმა, რაც ახლა ხდება. ჩვენ გვიყენებენ ინტენსიური დანგრევების შესაქმნელად ზედაპირზე წინასწარ განსაზღვრულ ევაკუაციის დერეფნებში ერთდროულად აგრეთვე იკეტება მიწისქვეშა გამოსაცვლელები
და ეს ხანძრები გვეხმარებიან ჩვენ იმაში, რომ ჩვენ დღეს გამოსასვლელის შანსი იქიდან არ გქონდეთ და მათი მიზანი არის არ მისცენ საშუალება გადარჩენილ კაბალას წევრებს ან რეპტილოიდებს მიაღწიონ ევაკუაციის წერტილებამდე, სანამ მთელი მიწისქვეშა კომპლექსი დემონტაციას შეესაბამება. სანამ ხდება ეს დემონტირება უბრალოდ. ყველა გადაადგილება ამ მიწისქვეშა ტუნელებში ფიქსირდება. გაქცევა ნევადიდან აკრძალულია, ვერამე ვერ გაიქცევა. რეგიონი, რომელზეც ის აქ საუბარი, ეს არის სექტორი რინო. აქტიურობა სექტორ რინოში დაკავშირებულია ამ ოპერაციასთან. ყოფილი მიწისქვეშა სტრუქტურა არ იყო დაკონცენტრირებული ზონა 51-ის ქვეშ, მაგრამ აწლეულების განმავლობაში მეორეხარისხოვანი დერეფნები და ნაგებობები ფართოვდებოდა მთელი ნევადას მასშტაბით და ქმნიდა განშტოებულ მიწისქვეშა სისტემას. ზოგი ჩრდილო მარშრუტები ემსახურებოდნენ ლოგისტიკურ დერეფნებად და ევაკუაციად, სხვები აწარმოებდნენ ტრანსპორტირებას დამატებით დასავლურ ობიექტებთან, ასეთებთან როგორც ნაგებობებთან დულსეში, შტატი ნიუ-მექსიკო და მიწისქვეშა ნაგებობები დენვერის აეროპორტის სელებში. დენვერის აეროპორტ დენვერის ქვეშ ქვეყანა დერეფნები ყოფილა და მიწისქვეშა შენობები. ალიანსმა გააფართოვა იზოლაციის ზონა უდაბნოში. ნებისმიერმა ხო, გალაქტიკურმა უბრალოდ გალაქტიკური ალიანსის მეთაურობამ გადაწყვიტა, რომ უმოქმედო ობიექტები არ უნდა ჩაითვალოს არ უნდა ჩაითვალოს უსაფრთხო, რადგან ნებისმიერი ფუნქციონირებადი დანადგარი შეიძლება გახდეს პლანსდარმი შემდეგი დროში შემოჭრისთვის. თუ ვინმე, რადა ეს შავი ფლოტი მარტო იმ პარალელურ სამყაროში კი არ იყო, დედამიწის სამყაროში ნომრით 2007 არის კიდე ბევრი რეალური სამყაროები. შეიძლება იქიდანაც მოუნდეს ვინმეს ჩვენთან შემოჭრა. ამიტომ ნებისმიერი უმოქმედო ობიექტები ნადგურდება, რადგან ნებისმიერ გადარჩენილ ოპერატივნიკს ბნელი ფლოტისა შეუძლია აღადგინოს კავშირი ძალებთან, რომლებიც გადაადგილდებიან სხვადასხვა ალტერნატიულ დედამიწის ხაზებზე. ახლა რაც მე გითხარი. ამიტომ გალაქტიკურმა ალიანსმა მიცა დართო ნება მიწიერ ალიანსს სრული ნეიტრალიზაციის დასამყარებლად. ზონა 51 გახდა პირველი და მსხვილი დემონსტრაცია ამ განახლებული დოქტრინისა, რატომ უნდა იყოს მთლიანად მიწისქვეშა ქსელი განადგურებული? იმიტომ რომ ნიშნულობა ან ოპერაციასა გამოდის ნევადის ჩარჩოებიდან. ზონა 51 ეს არის მხოლოდ ერთი კვანძი უფრო მასშტაბურ პლანეტარულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც შეიქმნებოდა მრავალი შთამომავლობის განმავლობაში და ძველი სისტემა გადარჩა, იმიტომ რომ მისი მიწისქვეშა ობიექტები იყო დაკავშირებული ერთმანეთთან მთელი ამერიკის ტერიტორიის ქვეშ და სხვა კონტინენტების
ქვეშად მთელი სოფლიო მიწისქვეშა რეგიონები იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. როდესაც ერთი ობიექტი გამოდიოდა წყობიდან გაწმენდის შედეგად, რომელსაც ატარებდნენ მიწიერი ალიანსი 2011 წელს, პერსონალი უბრალოდ გადაადგილდებოდა სხვაში. ამდაგორა თუ ამჩნევდნენ, რომ ერთი სამეთაურო ცენტრი ოპერაციისა გადაჰქონდათ მიწისქვეშ, ეს თუ იცვლებოდა ქვეყნის მმართველები ზედაპირზე, უფრო სიხნსეული ინფრასტრუქტურა აგრძელდა ფუნქციონირებას. ამიტომ ოპერაცია უდაბნოს ხელში ჩაგდება ნიშნავდა, რომ უნდა გაიხლეჩათ ეს მყარი წრე. საქმე აქ მხოლოდ იმაში კი არა, რომ გავანეიტრალოთ დარჩენილი ხალხი, რომლებიც დარჩენ ცოტა არა. მიწისქვეშა გაწმენდა გრძელდება 2011 წლიდან. უნდა განადგურდეს ნებისმიერი ფიზიკური სტრუქტურა, რომელიც აძლევდა ქსელს საშუალებას აღდგენილიყო და როგორც კი 40 მიწისქვეშა დონეები იქნებიან საბოლოოდ განადგურებულები და ეს კიდევ ჯერ ხდება ზონა 51-ის ქვეშ, ხო? როდესაც ეს ყველაფერი განადგურდება, ვერ აღადგენენ ვერაფერს. ვერც ლაბორატორიას, ვერც სამეთაურო პუნქტებს, მტრების სამეთაურო პუნქტებს, ვერც ანგარებს, ვერც საევაკუაციო კორიდორებს, ვერც სამალავებს სიღრმისეულ დონეზე. ესე იგი ზონა 51 ეს მხოლოდ საწყისია. არის მიგრებული ობიექტები, არის კომპრომეტებული ობიექტები სამწუხაროდ. ისინიც ეს ობიექტების შემოწმებას შეესაბამება. და ბევრი ამდაგვარი ობიექტები ალიასმა აღადგინა 2011 წელს და ახლაც გადიან შემოწმებას, რომ არ იყოს შემთხვევით იქ დარჩენილი რეაქტივოიდები. ახალი დირექტივა ითვალისწინებს საბოლოო გამოყვანას ექსპლუატაციიდან ყველა მიწისქვეშა ობიექტებისა. ეს ინფორმაცია არის გამოგზავნილი დედამიწელებისთვის, როგორც დედამიწელებისთვის, აგრეთვე უცხოპლანეტელებისთვის, აგრეთვე მტრულად განწყობილი დაჯგუფებებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ის რაც მოხდა თვალის სიახლოვეს, ამან დააჩქარა დემონტაჟში დარჩენილი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურებისა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბრძოლა ფლოტმა, რომელიც შემოიჭრა ალტერნატიული დედამიწიდან ნომრით 2007-1, გაანადგურა მიახლოებით 9 თვარის კოსმოსური ძალებისა. საპასუხოდ გალაქტიკურ ალიანსმა ნება მისცა მიწიერ ალიანსს გაანადგუროს მიწისქვეშა ქსელი, რომელიც მხარს უჭერს ნებისმიერ ბნელ ძალებს. არის კლიკასი და რეპტილოიდების დარჩენილი წევრები, ელემენტები, რომლებიც ცდილობენ ევაკუაციას მიწისქვეშა ქსელის მეშვეობით და ისინი აღმოაჩენენ, რომ გამოსასვლელი იქედან განადგურებული არ არსებობს. მიწისქვეშა ერა ჩრდილოვანი სახელმწიფოსი დასასრულს უახლოვდება. ქსელი ნევადაში, მიწისქვეშა ქსელი არ იქნება აღდგენილი და ეს ოპერაცია უდაბნოს ხელში ჩაგდება, სახელწოდებით უდაბნოს ხელში ჩაგდება ან უდაბნოს ხელში ჩაგდება, გაგრძელდება იქამდე, სანამ
არ იქნებიან ნეიტრალიზებული ყველა ყველა მტრული დონეები 40 დონის ჩათვლით. ზონა 51-ის ქვეშ. ზონა 51 სრულიად ნეიტრალიზებულია. მცველები აყენებენ დედამიწის გარშემო ორბიტალურ ფარას ძველმა კატების ცივილიზაციამ, რომლებიც აგრეთვე წარმოადგენენ მცველების რაღაც ნაწილს, რომლებიც დაკავშირებული არიან განვითარებად სამყაროებთან და სტრატეგიულ სივრცეთაშორისო კარიბჭეებთან, ოფიციალურად განლაგდნენ ეს კატების ცივილიზაცია დედამიწის სივრცის ორბიტის სიახლოვეში, რაც ხსნის უზარმაზარი სფეროს გაჩენა, რომელიც ზომით არის იუპიტერზე მეტი. ხალხი უკვე ამაზე ამბობსო. არაფერი აკრძალული არ შევა ჩვენს მიწიერ რეალობაში, არ შემოვა უпроსტად ჩვენ მიწიერ რეალობაში. აგრეთვე მოვიდნენ ორმების ხომალდი და იუპიტერის მეთაურობა ადასტურებს, რომ უზარმაზარი სამეთაურო ორმების ფლოტის განლაგება მოხდა დედამიწის გარშემო გარე დაცვად საზღვრებზე. ეს ხომალდი, ამ ორმების ხომალდი ადგავს სხვა ხომალდებს, ჩვენთვის ცნობილ ხომალდებს. ამ ორმების ხომალდის ზომები აჭარბებენ იუპიტერის ზომას, თუმცა დიდი ნაწილი კონსტრუქციისა იმყოფება ხილული ელექტრომაგნიტური სპექტრის მიღმა და ამიტომ არ აღემებოდეს იქნება როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტი მიწიერი დაკვირვების დროს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ზოგი რადარები აფიქსირებენ ამ ხომალდს, ის გამოიყურება როგორც მასიური ობიექტი, რომელიც კიდია დედამიწის ზევით. და ეს ორმების ხომალდი უფრო ჩამოგავს მცველების მობილურ ციტადელს, ვიდრე ტრადიციულ კოსმოსურ ხომალდს. და ამ ხომალდის შიგ არის მთელი ეკოსისტემები. ამიტომ გამოიყურება ეს ხომალდი იუპიტერზე უფრო დიდი ზომით. და ამ ორმების ხომალდზე ცხოვრობენ მრავალი ცივილიზაციები. ისინი აქ არიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ კაცობრიობა და გადაარჩინონ დედამიწა. აგრეთვე იქ არის სამეთაურო ცენტრები, დაცვის ფლოტები, სივრცის მაყურებლები, სივრცის უпроსტად და კამერები, დამკვირვებლები, სივრცის კამერებიც არსებობს თურმე. იქ ჩვენთან ეს არა ჯერ სამკურნალო დაწესებულებები, ნავიგაციური ტექნოლოგიები და ეს ნავიგაციური ტექნოლოგიები დაფუძნებულია ცნობიერებაზე. ესე იგი, საჭიროების საბემბრ ამ მთავარი ხომალდიდან შეიძლება იქნეს გამოშვებული პატარა ზომის ხომალდი მცველები. მაგრამ ორმის ცივილიზაცია, ეს ორმები უпроსტად ორმების ხომალდი აქ იმისთვის კი არ მოვიდნენ, რომ დედამიწა დაიპყრონ. არა, ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ დედამიწა და ჩვენ დაგვიცვან. დროის ბზარი, რომელიც მოხდა 29 ივლისს, კიდევ გეუბნებით, მე დაწერილი მაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს 27 ივლისი, მაგრამ ეს სინამდვილეში მოხდა 29 ივლისს შემოჭრა. შეიშალა ისმაილს. ამიტომ მეც გიხდით ბოდიში. ხო, 29 ივლისი. და დროის გახლიჩვა, დროის ბზარი, რომელიც ამ დროს მოხდა და რომელსაც გამოიწვია ინციდენტი მთვარის სიახლოვეს და მთვარეზე, თუმცა მთვარეზე ყოფილა ბრძოლა.
ყველაფერი შეცვალა ამ ბზარმა. იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ფლოტის შემოჭრამ მოიყვანა იქამდე, რომ ეს ორმების უზარმაზარი ეკოსისტემური ფლოტი გამოვიდა დედამიწის ორბიტაზე. იყო გამოვლენილი ადრე არ დაფასებული სუსტი წერტილი ის რომ დედამიწის დაცვა პირველ რიგში გათვლილია ხილული ობიექტების თვალყურზე, რომლებიც უახლოვდებიან დედამიწას ჩვეულებრივი სამგაზომილებიანი სივრციდან და სხვა სივრცის რეალობებიდან ჩვენ ცნობილ სამყაროში. მაგრამ ეს ხომალდი იყენებდა დროის გადაადგილებას და არ იყო აუცილებელი, რომ მათ გადაადგილება განახორციელებიათ ჩვენი სამყაროს შიგ. ის გადაადგილდებოდა ალტერნატიული სამყაროდან. ამდაგვარად მას შეუძლია გაქრეს ერთ რეალობის წერტილში ან შეთანხმებულ რეალობაში და გაჩნდეს სხვა რეალობის წერტილში. ამდაგვარად ამ შეტევამ გვიჩვენა, რომ დედამიწის დაცვითი შესაძლებლობები აწი ვერ შეიზღუდება მხოლოდ ფიზიკური სივრცით. გალაქტიკურ ალიანსს სჭირდება დაცვა სივრცეში, სიხშირეებში, განზომილებებში და დროის ხაზებში, მათ შორის ალტერნატიულ დროის ხაზებში. ერთდროულად ზუსტად აი ამ სფეროში არის ორმების სპეციალიზაცია. ორმები სპეციალიზირებენ შესვლის წერტილების ბლოკირებაზე ალტერნატიული სამყაროებიდან. ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ორმების ბიოსფერა, რომელიც თვალს ადევნებს ჩვენ რეალურ მიწიერ რეალობას კოსმოსიდან, მიწის ორბიტიდან ორბიტასთან სიახლოვეს. ამ ხომალდმა ორმა აქტივაცია გაუკეთეს იმას, რასაც იუპიტერის მეთაურობა უწოდებს დროის ანომალიების შემჩნევის ქსელს. უпроსტად მაპატიეთ დროის ანომალიების აღმოჩენის ქსელს. ასე რომ რას ნიშნავს დროის ანომალიების აღმოჩენის ქსელი? ეს არის თავისებური კვანტური კარანტინი, სანამ ჩვენ არ ამაღლდებით, სისტემა მუდმივად უკეთებდეს იქნება ანალიზირებას ენერგეტიკულ არქიტექტურას, რომელიც ახვევია დედამიწას და მოძებნის არა უბრალოდ კოსმოსურ ხომალდეს, არამედ გამრუდებებს თვით რეალობაში, ესე იგი ნებისმიერი უჩვეულო გრავიტაციული გადაადგილება, განზომილებების შეკუმშვა, დროის წევები, ხელოვნური გაჩენა კარიბჭეებისა, კვანტური კარიბჭეებისა, ხელმოწერა ან არასახციერებადი შერწყმა დროის ხაზებისა შეიძლება აღმოაჩინო იქამდე, სანამ ისინი სრულად გაჩნდებიან ჩვენ ლოკალურ რეალობაში, ჩვენი დედამიწის ლოკალურ რეალობაში. მიზანი დროულად აღმოჩენა. ამდაგვარად თუ სხვა მტრულად განწყობილი ძალა შეეცდება შემოიჭრას ნებისმიერი დედამიწის რეალობიდან ან ნებისმიერი ჯიბურ რეალობიდან, პარალელური დროის ხაზიდან ან გადაადგილებული დროის კოორდინატებიდან ანომალია იქნება შემჩნეული, ამ არმასის მცველების მიერ იქამდე, სანამ შემოჭრილი ხომალდი მოახდენს გადმოსვლას ჩვენსკენ. მაშინ ორმები შეძლებენ იზოლირება გაუკეთონ დერეფანს
და არ დაუშვან ჩვენ პლანეტაზე შემოჭრა. პირდაპირ ახლა თვალყურს ადევნებენ ყველა ალტერნატიულ დროის ხაზებს, რომ იცოდეთო. მისესი რამისესითაც ბევრი მიწის ალტერნატიული რეალობები ახდენენ ამაღლებას, შედგება იმაში, რომ 2 თვის უკან მოხდა კორექცია დროის ხაზისა, რომელიც იყო შეთანხმებული ყველა რეალობის დონეზე და ყველა მცველების დონეზე. მე ამის შემდეგ ამის შესახებ აქვსო მოყოლილი. კოსმოლოგიის ჩარჩოში, როგორც ეს წინათ კიდევ თქვა მისველს, ერთდროულად არსებობს უსაზღვრო მრავალი ალტერნატიული ვერსიები დედამიწისა და ყოველი მათგანი წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიულ ვარიანტებს და საევოლუციო ასე ვთქვათ შედეგებს. ბევრი მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს მოხდა იმის დამსახურებით, რომ მოახდინეს დროის ხაზის კორექცია. ჩვენებმა ყველა რეალობის დონეზე, მარტო ჩვენ დონეზე კი არა, დროის კორექცია მოახდინეს რეალობის ყველა დონეზე. და ბევრი მათგანი ეს ხაზები, რომლებსაც კორექტირება გაუკეთე, გაიფანტა უფრო შორს ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია. მაგათმა მიაღწიეს კოსმოსურ ენას 1000 წლის უკან. ასე რომ ისინი გავლარიან ცივილიზაციას მეორე და მესამე ტიპებისა, ბევრი რასაკურველია დაიშალა, ბევრი წავიდა ტექნოლოგიური განვითარების გზით, ისინი გადაიქცნენ ტექნოკრატიულ აუტოპიაში, ბევრი კი ვითარდებოდა სულიერად და ზოგად რეალობებში გამექთა დომინირება ძალებით, რომლებიც იყვნენ განადგურებული ან მოცილებული ჩვენი დროის ხაზიდან. საშიშროება შედგება იმაში, რომ გადარჩენილი მტრულად განწყობილი დაჯგუფებებს შეუძლიათ გაიქცნენ კოლაფს ან ამაღლებას სხვა მიწიერი რეალობებისა და გადმოვარგნენ, გადაადგილდნენ უფრო ენერგეტიკულად დაჯერებულ და სტაბილურ მიწიერ დროის ხაზში უпростоრად. ამდაგვარად ბნელი ფლოტის შემოჭრა დემონსტრაცია გაუკეთა იმას, რომ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ამდაგვარი შესაძლებლობა. ამიტომ სირიუსის მაღალმა საბჭომ არმასებს მიცა სრული ძალა, რომ თვალყური ადევნონ სივრცეთა შორისო დერეფნებს, რომლებიც გარს ატყია ჩვენ დედამიწას ნომრით 6071. ნუ აქ ზოგჯერ ეშლებათ, ზოგჯერ წერენ 666 ხანდახან ეს ტექსტი ხომ არ იბეჭდება, ტექსტ თვითონ ხელოვნური ინტელექტი სალაპარაკო ტექსტი, საუბარი გადააქვს ტექსტში, ტექსტის ფორმაში. ამიტომ ზოგჯერ შესწომით წერს. ესე იგი, ჩვენ სივრცეს იცავენ. კიდევ შეგახსენეთ, რომ ჩვენი დედამიწის რეალობის ნომერი არის 6071. და კიდევ მნიშვნელოვანიაო გაიგოთ თუ რა ხდებაო ლას-ვეგასში. რადგან თურმე ლას-ვეგასი ამ ზონის 51 ზონის სიახლოვესა განლაგებული. აგრეთვე რინო ქალაქი. იქ ლას-ვეგასის გარშემო ყველგან ხანძრებია.
არმასებმა დედამიწის გარშემო შექმნეს დაცვითი არქიტექტურა ან რაღაც რაც ჩამოგავს კვანტურ კარანტინს, რომელიც იცავს ჩვენ მიწიერ რეალობას სხვა ალტერნატიული რეალობებისაგან. ახლა დედამიწა ავტომატია მხოლოდ ავტორიზებული ცივილიზაციების თვის, რომლებიც შედიან გალაქტიკურ ალიანსში. მაგრამ ამოუცნობი დროის ან სივრცის სიგნატურები იქნება შემჩნეული მანამ სანამ ისინი მოუახლოვდებიან ჩვენ პლანეტას. უზარმაზარი სამეთაურო ხომალდი არმასებისა ემსახურება ცენტრალურ კვანძად მონაცემების დასამუშავებლად ამ ქსელს. 1000 სისტემები თვალყურის 1000 სისტემები მუდმივად ამოწმებენ ყველა ესე იგი გამოგზავნილ სიგნატურებს გალაქტიკური ალიანსის მონაცემებით. ავტორიზირებული ცივილიზაციები გადიან და ამოუცნობი ანომალიები ისწავლება და ისწავლებოდეს იქნება ჩვენ ამაღლებამდე და მტრულად განწყობილი სიგნატურები იქნება ლოკალიზებული. დროის იარაღი იქნება უცებ აღმოჩენილი და ნეიტრალიზებული. ხელოვნური კარიბჭეები შექმნილი სხვა სამყაროებიდან ეთვალყურების ქვეშ იმყოფება. ნებისმიერი ცდები აღადგინონ ბნელი კარიბჭეები ხელს ამ ძველი კარიბჭეების აღსადგენად ხელს შეუშლია. ძველი კარიბჭეების კი არა, ამ ბნელი კარიბჭეების აღდგენის უფლებას არ მიცემენ. და ფლოტის მანევრი მთვარის საოპერაციო ცენტრში გამოიწვევს ჩქარ რეაქციას ორმოსის ცველების მხრიდან. უпростоრად ცველების მხრიდან ორმოსის ესე იგი წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ ისინი ახლა ჩვენთვის გვიქმნიან უსაფრთხო ფანჯარას ჩვენი ამაღლებისთვის. ამდაგვარად ორმების ხომალდი კიდევ ერთ მიზანს ისახავს. სამხედრო დაცვის გარდა ცველების არქივის მიხედვით დედამიწა შედის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპში თავისი საევოლუციო გადასვლისა, როგორც კი შეიცვლება მიწის კოლექტიური ველი, საზღვრები, რომლებიც ყოფდა გასაზღვრულ სივრცეთა ფენებს, დროებით გახდებიან უფრო გამჭვირვალე. და გალაქტიკური ალიანსი ამ მომენტს უწოდებს ამაღლების ფანჯარას. ასეთ გადასვლების დროს ცივილიზაციები იღებენ უნიკალურ შესაძლებლობებს ცნობიერების გასაფართოვებლად, აგრეთვე ენერგეტიკული ღიაობა, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული გახსნა, შავ სუბუქეს სივრცეთა საზღვრებით მანიპულირებას. ეს ხსნის მაგრამ ამ ორმების ამოცანაში არ შედის განსაზღვრონ კაცობრიობის მომავალი, არა. იმიტომ რომ თვითონ ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. მათ არ აქვთ უფლება ჩვენი ნება დაარღვიონ. მათ ვალდებულებებში შედის ის, რომ გარეთ ძალებმა თუნდაც ალტერნატიული სამყაროებიდან ვერ შეძლონ ამ ჩვენ არჩევანზე გავლენა მოახდინონ. ამდაგვარად ბნელი ფლოტი ან ნებისმიერი ნარჩენები ამ ალტერნატიული რეალობიდან, დედამიწის რეალობიდან ვერ შეძლონ ვერაფერი. როგორც გითხარით, ეს შავი ბნელი
ვინც გადაურჩა ისინი დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი კი არ მიუსაჯეს, სულების ანიგილირება გააკეთეს. დედამიწის ორბიტის პარამეტრები დაცულია, დროის ანომალური ქსელი აქტიურია. ეს ის არის, რასაც უწოდებენ კვანტურ ქსელს, კვანტურ ბადეს უფრო სწორად. დროის ანომალური ბადე აქტიურია და ამას უწოდებენ კვანტურ ბადეს. ახლა ის ძალიან აქტიურია, ალტერნატიული მიწიერი დერეფნები დაბლოკილია და არის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ოპერაცია უდაბნოს ხელში ჩაგდება, გრძელდება. დედამიწის ამაღლების ფანჯარა დაცულია. არა მე ხა დავხედე დრო კიდევ რამდენი შემიძლია ვილაპარაკო. აქ კითხვა პასუხებზე გადადის ახლა ისმაილ-პერესი და ალბათ ნახავს საინტერესო კითხვებს თუა. ხო, კარგით. მოდით ამით დავასრულებ მე. მადლობა ყურადღებისთვის. ხალხო, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ეს გამარჯვება. ნამდვილად ყველას გვეხება. ყველას, მთელ მსოფლიოს. იცით როგორი გახრებული ვარ? აწი. ჩვენ მარტო ფიზიკურ დონეზე არ ვარ დაცული. ამიტომ ხალხო, ჩვენი ფიქრებით არ დავიხლები ამის გამეორებას. ჩვენი ფიქრებით, ჩვენი სიტყვებით დავეხმაროს დედამიწას ამაში. ამას მაინც დიდი შრომა არ უნდა. კარგი ფიქრები გავუგზავნოთ, სიყვარული გავუგზავნოთ დედამიწის ველს, დედამიწას, დედამიწა ხო ცოცხალი სულია, მას ესმის ჩვენი. ესმის. მარტო ჩვენ არ ვართ ცულები. ეს ბევრჯერ მithქვამს მე. მადლიერები ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. რასაკურელი ახლა ტოქსიკური ადამიანებს თავი უნდა მოვარიდოთ შედლების გვარად. მაგრამ შედლების გვარად ეცადეთ კონფლიქტში არ შეხვიდეთ. შედლების გვარად რასაკურელი ახლა თუ საჭიროა ხმის ამოღება და სხვა გზა არა, ხმაც უნდა ამოვიღოთ. მაგრამ უასრო კონფლიქტებს თავი ავარიდოთ. გისურვებთ კარგად ყოფნას. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით